ყოფილი მეოცნების ინტერვიუმ დიდი დისკომფორტი შეუქმნა ქართული ოცნების მოქმედ წევრებს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში ისევ იმის მტკიცებაში იყვნენ ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის წევრები, რომ თითქოს სანქციები არ მუშაობს, თითქოს მათ საერთოდ არ ადარდებთ, რა სანქციებს დაუწესებს ცივილური სამყარო მათ, ფუთავენ ამ სანქციებს მშვიდობის საპირწონედ, თუმცა ავიწყდებათ, როგორი მშვიდობა მოუწყო საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ. დღეს ჩვენ ვცადეთ კითხვები დაგვესვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარისთვის შალვა პაპუაშვილისთვის, ის ჩვენს კითხვებს გაექცა. რიგითი წევრები ქართული ოცნების კი ირწმუნებიან, რომ კახა კახიშვილის ინტერვიუ მათ არ მოусმენია და თითქოს სანქციები მათზე არ მუშაობს. თუმცა გადაჭრით ყველას უჭირს თქმა, რის გამო წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი, გაექცა თუ არა ის სანქციებს და სხვათა შორის ვერც იმას გამორიცხავენ, რომ ქართული ოცნების რიგები სხვა წევრებმაც დატოვონ, იქნება თუ არა ეს სანქციები შიშის გამო, ამ კითხვაზე პასუხიც ქართული ოცნების წევრებს არ აქვთ. ბატონ შალვა, გამწარებულები ხართ სანქციების გამო, თუ თქვენ უფრო ძლიერი ნერვები გაქვთ? პრობლემაა ესეთი სანქციები, იმიტომ რომ ამდენი ხანი ჩვენ გვესმოდა, რომ განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენდა. თქვენი ყოფილი თანაგუნდელი ესე ამბობს. შვილის ინტერვიუსთვის მე არ მესმენია, თუმცა ის რომ სანქციები მხოლოდ დაშინების ბუას ფაქტორს წარმოადგენს და მეც არაფერს, ძალიან ნათელია თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს, მის ხალხს, მის ხელისუფლებას და ხალხზე ზეწოლა და ხალხზე ბულინგი თუ რამე რაიმე ფორმით ამან ნაყოფი გამოიყო, ამასაც შეგიძლიათ დააკვირდეთ. რა თქმა უნდა არა. ღარიბაშვილი ამის გამო არ წასულა. ღარიბაშვილმა მკაფიოდ განმარტა ყველა ის მიზეზი, რის გამოც დატოვა პარტია. სანქციების გამო გამორიცხავთ, რომ ხალხი წავიდეს ქართული ოცნებაში. მე გითხრათ, პასუხდები. სანქციებმა ქართული ოცნების წევრებს სიცოცხლე გაუმწარა, კახა კახიშვილი ამბობდა და ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას გაუმწარა სიცოცხლე. თქვენ სანქციებმა თქვენ ტელევიზიას არ ვაძლევთ კონკრეტულად კომენტარს, ხო იცით? არ ვიცოდი. შეიცვალეთ. მამუკა დინარაძეს ბაზავთ. და უბედურება იქნება მაშინ, როდესაც ქვეყანაში იქნება ომი და ეკონომიკური ჩამოსვლა. ყველა გამხილავთ კახა კახიშვილმა. ვილმა ახლა გამწარებული აქვს ცხოვრება და ოჯახის წევრები ნერვიულობენ და ეუბნებიან, რა გიღირთ ესეთი ქართული ოცნებაში. ეხლა რა ნერვები გაქვს? კი რა და ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი ახლობლები რაზე ნერვიულობენ, რომ ქვეყანაში არ იყოს უბედურება, ქვეყანა არ ჩამოგვეშალოს და მოაწყოთ ეს უბედურება, ამაზე რას გეუბნებოდნენ ოჯახის რა უბედურება წევრები? მათი თანატოლები 500 კაცი რომ დაასისხლიანეთ, რას გეუბნებოდნენ? რა საპროტესტეთ? მე ეხლა რომ ქუჩაში დგანა, ხალხი რა საპროტესტეთ? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება ქართული ოცნების რიგები დატოვოს ბევრმა ადამიანმა სანქციების გამო, ესე გონიათ? გაიქცეს სანქციებს, როგორც ღარიბაშვილი გაიქცა. ხამეს სიზმრებს შეგესიზმება ქართული ოცნების დაშლა, მაგრამ არ მოხდება შემოგარგვა. თქვენ აგ ესიზმრებათ ღამეს სიზმრებში სხვადასხვა ქვეყანაში რომ მოგზაურობთ და მალე აღარ გექნება შესაძლებლობა ესეთ მოგზაურობის? და სანქციები კარგად მუშაობს, ხო? გიმწარდათ? არ გამიმწარდა, არ გამიმწარდა რა. სხვებს ლიდერებს რატო ხმართ ესეთ ყველა გამწარება? მე არა, თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა თქვა, მე არაფერს. არ მომისმენია და ვერ კახიშვილის განაცხადა კომენტარს ვერ გავაკეთე. არ მომისმენია მე, ვერ გეტყვით, რო გავიცნობ ვერ გავცნობ. თქვენ არ გეშინიათ სანქციების, მოგზაურობა არ გიყვართ? არა, მე ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს დამიჯერს. ყველას გვარს თავისი ქვეყანა. მე ჩემი სამშობლო მიყვარს, ამიტომ დამა სანქცი რომ გადმოვცემ სამშობლოს სიყვარულს მოგზაურობაზე ნამდვილად ვერ გავს. ვინ დატოვებს ქართული ოცნების ჩაძირულ გემს? ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება ოლიგარქის რეჟიმი, ასე ფიქრობენ ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერები, პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ წასვლების სერიები ისევ ვნახოთ, რადგან ყველა დარწმუნებული არის, რომ სანქციები არის ის, რისიც ყველაზე მეტად ახლა რეჟიმს ეშინია.